ეხლა ვართ ვაკის სოფელში, ეს ძველი სოფელი არის, აქ ადრე მე-19 საუკუნეში 70 კომს უცხოვრია, დღეს კი 2 კომლით არის შემდგარი ეს სოფელი, წამოსული წინაპრებისგან აშენებული სახლები. რაც სამწუხაროდ ბევრი დაიშალა უკვე და მიეცა დავიწყებას და ბალახი გადაბიბინდა ზედ. ყავს 80 ძირი ფუტკარი, ზამთარს ზაფხულს ვატარებინება აქ, ვამზადებ ადგილობრივ თარფს, დინდგელს. ყავს 5 ცრული ძროხა, 5 ცხენი ყავს, ანუ კიდევ ველოდები დანამაც წელს. ფრინველები მყავს კიდე იმასული და ძირითადად ადგილზე ვახდენ რეალიზაციას ყველაფრის. მოდიოდნენ სტუმრები და არ ქონდათ ეს გარკვეული მანძილი რაღაც 20 კილომეტრზე მოსასვენები და უწევდათ კარავში გათევება და იყო დიდი მოთხოვნა რომ ქონოდათ გასათევები ადგილი და ლაშქრეებს საკვები მიეღოთ რომ გაუთავდებოდათ. ქონია ეგეთი შემთხვევები და მე მიწვდია და დავხმარები ვარ და დამისვენებია სახში. აქედან გამიჩნდა სურვილი რომ გამეფართოვებინა ჩემი სახლი. ხუთი ოთახი არის მოსასვენები, არის 15 კაცზე გათვლილი. ადრე მოლაშქრე ტურისტის გაივლიდა და შემოვიდა და მოისვენებდა, ანუ ვერ ვიკავშირდებოდა, არ იყო ტელეფონი, არ იყო ინტერნეტი, არაფერი არ იყო, არაფერი არ ჩანდა. ბევრი რამ შეცვალა ჩემთვის ინტერნეტმა და ვითხოვდით ამიტომაც ინტერნეტს და ტელეფონს. როგორ ახარ ჯარჯი? აი, წამოიყვანე ჩემი საქონელი და მე სტუმრე, ცხელი ხინკალი ამოვიღეთ ეხლა. 2019 წელში გვითხრეს რომ უნდა დაედგათ ინტერნეტი და ძალიან გაგვიხარდა იმის მერე მოbrunდნენ ახალგაზრდები. ჩემ შვილებსაც ძალიან დიდი უპირატესობა შეექმნა ამით რომ მოbrunდნენ და ეცხოვრათ აქ. თითქმის 10 წელი არ ქონა ინტერნეტი, არც სენი, არც არანაირი კომუნიკაცია არ ქონა უკანაფშავს. როდესაც არ იყო ინტერნეტი, ჩვენ ვერ ვახერხებდით ვერანაირ მუშაობას, ვერც ტურისტული გზით, ვერც სოფლის მეურნეობის მხრივ, ანუ გასაყიდი რო ქონდა რამე ელემენტარული, პრობლემა გვექმნებოდა, რომ უნდა ჩასულიყავი და კილომეტრები გაგევლო და გერეკა და მე როდის მოვიდოდა რაღაც. ეხლა უკვე დროს ყველაფერს ვათანხმებთ ინტერნეტით. ტურისტები იქნებოდნენ თუ მოლაშქრეები უკვირდათ 21 საუკუნეში რომ არ ქონდა Wi-Fi ინტერნეტი რომ მიეწვდინათ ხმა, ცუდად იყვნენ თუ კარგად იყვნენ, როგორ იმგზავრეს და მოვიდნენ აქამდე. სადღაც 30 კილომეტრის განმავლობაში ვერ მიაწვდენენ ხმას, აქ მოსულები კიდევ 1-2 დღე უნდა ევლოთ. ამიტომ ყველა იკავებდა თავს და არავინ არ მოდიოდა და დიდი როლი ითამაშა ინტერნეტმა და ტელეფონმა შავის განვითარებაში და ზოგადად თების განვითარებაში. პირადად მეც და ადგილობრივი მოსახლეობა ბევრი იყო დაინტერესებული ამით, რომ ყველა სჭირდებოდა ინტერნეტი და კავშირგაბმულობა და ვაგროვებდით ხელმოწერებს. დაახლოებით რამოერთ სამჯერ ვცადეთ და 200-250-მდე ხელმოწერა შეგროვდა ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, რომ გამოთქვამდეს სურვილს, გოდიყოთ კავშირგაბმულობა. ერთმანეთს ვედექით გვერდში გუნდურად ხალხი. ყველას უნდოდა ასიდან ასივეს უნდოდა, რომ ყოფილიყო და ყველა მიმართავდით სხვადასხვა ხერხებს. ვინც აქ ცხოვრობს და არის, ყველა მოაწერა ხელი და შევიტანეთ, რომ გეკეთათ ელექტროენერგია და ეს ინტერნეტი თუ მოითხოვ და მოსთხოვ, ყველაფერს ყურადღება მიექცევ. მრავალი პრობლემა არის კიდე სოფელში, რაც დასაწყები გვაქვს და დასამთავრები კიდევ. დავაპირებთ, რომ ერთობლივად გავაკეთოთ კიდე ბევრი მრავალი სასიკეთო საქმე. მოსული სტუმრისთვისაც და სრულიად ყველასთვის. ძალა ერთობაშია.